საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთშია, ის უკვე შეხვდა რუმინეთის სენატის სპიკერს, რუმინეთის საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრებს, ასევე ქვედა პალატის თავმჯდომარეს. რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და მხარი დაუჭიროს მის გაწევრიანებას ნატოში. გარდა პოლიტიკური საკითხებისა განხილული იყო ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხი. სენატის სპიკერის ინიციატივით საქართველოში რუმინელი ინვესტორები ჩამოვლენ, რათა რუმინული ინვესტიციები უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი. საქართველოში შემოდგომაზე ვიზიტს გეგმავს თავად სენატის სპიკერიც. რუმინეთი არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ქვეყანა. რუმინეთი ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სულ ცოტა ხნის წინ სენატმა მიიღო სპეციალური რეზოლუცია საქართველოზე, სადაც აბსოლუტურად მტკიცედ არის მხარდაჭერილი ჩვენი ქვეყნის მთლიანობა და დაგმობილია მიმდინარე რუსული ოკუპაცია. რუმინეთი არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ნატოსა და ევროკავშირში და ბუნებრივია ამ ვიზიტის ერთ-ერთი შედეგი გახლავთ შეთანხმება, რომ ეს პარტნიორობა გაგრძელდება. საქართველოს რუმინეთისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს. ჩვენ დაინტერესებულები ვართ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციით. პარლამენტის თავმჯდომარეს ვესაუბრე იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენი თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენ ახლა ვმუშაობთ პარლამენტებს შორის ურთიერთობების სამომავლო მემორანდუმზე. ვისაუბრეთ ასევე რეგიონულ საკითხებზე და ეკონომიკურ ურთიერთობაზე. რუმინეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ძლიერ მხარდამჭერად რჩება.